არა, ეს იაპონია არ არის, ეს ძეგვია და ეს 2014 წლიანი Honda ვეზელია. Z პაკეტი. ამ ფერისთვის იაპონია და კორეა 3 საუკუნე იბრძოდნენ. Ultramarine Indigo Blue. ეს არის ეგრეთ წოდებული ქალაქი GP. ალბათ. მოუწოდოთ. ეს არსებობს 4-ვე წამყვანი ასევე. უბრალოდ ეს ვარიანტი კონკრეტულად არ არის ეგეთი. და როგორც აღმოჩნდა არის Z პაკეტი, ანუ უმაღლესი პაკეტი, რაც იქ შედის ფერი. მოდი შევხედოთ 17-იანი დისკები, რომელიც წააგავს ცოტათი Mercedes-ის დისკებს. ცოტა სრულია მაგრამ მაინც 17-იანი დისკები. ასევე შეცვლილია სალონი, მაგრამ სალონზე მერე გადავიდეთ. ფერიც, ეს ფერიც არის მარტო Z პაკეტის. Ultramarine Indigo Blue. ფარები ცოტა პოლირება ჭირდება, არა უშავს. და სხვათა შორის ეს სხვაობა მე არ მithქვას, მაგრამ რა რომელიც არა Z პაკეტი, იმებს ისინი აქვს მატოვი შავი. ქვედა ისინი, ქვედა კრილო რა მთლიანი, უკანაც. და ამას აქვს იგივე ფერი, რაც მთლიანად წერს. ანუ ნახოთ ხე შეგინდა. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი იაპონური არის და იაპონური JDM სული აქვს და ამიტომ მარჯვენა საჭია. ეს არის იგივე HR-ვი. ოღონდ ვეზელი ქვია, უბრალოდ მარტო მარჯვენა საჭია არის. აქ ტყავის და ნაჭრის სალონი. განსხვავებით ჩაოლმე მოდელების გამო, რომელსაც მხოლოდ ნაჭერი აქვს და ბევრად ბანძი სავარძლების ბევრად ბანძი აქვს. ისიც რა ქვია. მაჩვენებელთა დაფა. მაჩვენებელთა დაფა იგივეა, კაც. მართლა? კი, პოსტაი გვერდებში რაც აქ ეს ტყავები და რაღაცები მარტო ამას აქვს. სხვაშორის უკვე დინამიკებს უკეთესი აქვს ამას მე როგორც მახსოვს რა თქმა უნდა. ეს არის აქ მარკლემისონები. აქ. ეს და არა წერით არ მარკლემისონები. უკანა აქ კიდე კარში ერთი და წინა აქ და აქედან კარგად ის სხვა შორის. საკმაოდ ორი იქითაც აქ ერთი. სარკი აქ იმხელა. ფუჯის თავს ხედავ აქედან ძეგვიდან ძალიან იმენახელის ხოლმე. ძალიან დიდი სარკი აქ მართლა რომ მიდიხარ და რო იხედები ყველაფერი ჩასვებში. Honda-ს უძლეველი ძრავები. გადაცემითო კოლოფი აქვს 8 სიჩქარიანი DCT. თავს რა. სხვათა შორის რაც მე კაროფი ზეთი გამოცვალე. რაღაცა ვერ გააკეთა ისე კალიბრაცია მე მგონი. ადრე უფრო კარგად თავდა. ეგ რაღაცა დაო თემა. რატო? უნდა შეცვალო თუ არა კაროკი ზეთი. ალბათ, რა ვიცი. საბერგულის ზომა. საბერგულის ზომა. რაღაცები მიყრია უკაცრავად. ბიჭო, აკა დიდი არ არის რა. რამდენი ლიტრიანი არ ვიცით ხო? რამდენი ლიტრიანი არ ვიცი, მაგრამ ბიჭო რა. ოღონდ ხოში მაღალია. ოღონდ შემთხვევაში ას თუ ისე მაღალია, აქ ერთი სათავსი კიდე. საპასკა? საპასკა არა აქვს, მაგრამ დასალატკი აქვს. საპასკა აქ აქვს ანიქით აქ რაღაცა. არა აქვს საპასკა. საპასკა არა, დასალატკი ზებია. აი. ესეც მოყვა ეს კაია, მე მგონი ჩაოლებრივ ეს წარმოყვება და ესეთია რა, რაღაც ასტორებს რა მაინც. უკენაა ცუდად არ ჩანს. საბერგულის უეგა, ნუ 4 და 5 კაცის ბარგი აქ შანსი არა. აი 3 კაცის ბარგი ჩაეტეო. მაგრამ აი ჩვენთან რო ვიცით ხოლმე რომ წავედით აბა იმ რაჭაში და სახლი რომ მიგაქ. ორი დღით. მაგრამ. რა? რელსები ძმა. თავისი რელსები. ეს საყედელი ვაგრა. ამოაძრობ ძმა, გადებ და საბერგული გაა. ნუ უნდა იყიდო. ეს არის პოპკორნები, ვინ დააყენა? მიდი. ბოლომდე აიყვანა და მალე გაუშვი? რა ფრედ კი ვისაცოდავთ ბოლოში, მაგრამ ხო, ყველაზე ცუდი ხმა ალბათ არა. შო არა კი ცუდი ხმა მგონი. სხვაშორის რო დადის ხოლმე სპორტში გადაადგე. შიგნიდან მაგრაღ მოისო. მე მგონი დინამიკები აქვს. იცი? კი 2015 წლის მაგას ვაფშე რო დინამიკა. წინაზე რო გადაართო სიჩქარეში. არა, იმენა მოტორიდან მესმის ხოლმე რაღაცა ცოტა ძერსკი ხმა აქვს ხოლმე, არ ვიცი რა ქვია მაგ ხმას, მაგრამ ხო და მე იცი რა მგონია, რაღაც მომენტში გადაართოებს აქ ეგ ხმა, კაი ხმა და მე მგონია დინამიკებიდან არის რაღაც მომენტში. არ ვიცი, მე ამ დროს როგორც ვიცი მაგას არ აკეთებ. ეგეც არა გამორჩა. უკანა სალონი, სადაც ერთი გამორჩეული რაღაც აქვს, ზოგადად Honda-ს მანქანებს. და მანქანებს ის არის, მოიცა, მიქიდან მოვალ. ეგრეთ წოდებული Honda-ს Magic City. აი ეს ძალიან მარტივად, აი ერთი თით. აი ეს აწევ.
ბუმ. და ოხეს ვარჩი. აქ არის სივრცე. ასევე ესეც. ნამოსტაწევ. რაში გჭირდება ეს? არ ვიცი. დაჟე ჩაიცოც ხო? კარგი კითხვა. აი სხვა რაღაცა შევა გამოგაგდეს რა. რავი, ალბათ დიდი რამე ყუთი რო დადო რა. ბაგაჟნიკში არიდეო და დიდი ბამპერი ყუთით რო ჩამოგივიდეს. ბამპერი რო ჩამოგივიდეს და მანქანით აქ დადებ ჩაურობია. საბარგულზე მეტი ადგილია აქ და მაგიტო. მაგას ვიცი, მაგრამ გეროს ფართია. ჩავაჩოლებრივად თქონდა და კარგი ისიც აქვს რომ როდესაც გადმოწევ ამას ორი წელი. ნუ არც წელი, მაგრამ ყელი ძამპერი, ეს წელია ვერ არის. აი ეს დადებ რასაც გინდა ძმა. ცუდი არ არის. ეს აქ ერთი სულა აქ ესე. აი ჰიბრიდის გასაგრებელია ხო? კი. მე ვარ მოკლედ მეტრი და 80, 5 და 11. ვინც არის ცდი. აი უნეც ამერიკასა. რა ვიცი. ეს არის თითქმის ბოლომდე მოწეული. თავთან გაქვს სიმაღლე? კი. თავთან სიმაღლე მაქვს. კაროჩე თუ ხარ ახლა 1.90 ალბათ ძალიან გასხორთული ვერო, მაგრამ მაინც დაждები რა. ძალიან ბევრი ადგილია. ანუ ძალიან ბევრი ადგილია. ჩვენ შევადარეთ Mazda CX-5-ის უკან ადგილს, რომელიც ამანქანაზე გრძელიც არის, მაღალიც არის და ბევრად განიერია. მაგრამ იქ უფრო ცოტა ადგილია. თუმცა ეხა იმას უფრო კარგი იზოლაცია ექნება ხმისას და მის სითბოს. იმიტომ რომ უფრო სკელი კარები და მასაც უფრო სკელი აქვს ყველაფერს. მაგრამ აი რაღაც მომენტში მაგარი გკიდია ეგ რა და ჭირდება რომ აქ გაშალო ფეხები დედაფეთქებული. ზუსტად. ბევრად. კაი, აქ რა გვაქვს? ესეთი ძალიან ესეთი სათავში, რომელიც დადის. ეს ძალიან პატარა ჩასადებია აქ, ანუ აი რაღაც კატასტროფულად პატარა. აი ეს ლიფს ეტევა, აი ეს. ნუ ეს წირო გამოწევ ხელს კარგად დებს ხოლმე, ეგ მომწონს ხოლმე. ჭიქებს ჩასდება ძალიან საინტერესო. მეგონა. ჭიქებს ჩასდება ძალიან საინტერესო, იმიტომ აქ აი ძალიან ბევრი კომბინაცია შეიძლება გააკეთო. ეს შეიძლება დაკეთო. დაფთლიანი სივრცე გქონდეს. შეიძლება აგერ დააჭირო და გახსნა და აქ პატარა კილო, აი მაგალითად. კაბისას კილო ჩადო, წინას დავდიოდი, არაფერი არ მოვიდა. არ დაიბო, არ მოვიდა. სიტყვაზე ესე არ გინდა და გძელი დიდი ბოთლი გაქვს. ბუმ, ბუმ. რა ხდება? აქ შეიძლება დიდი ბოთლი ჩადო. სიტყვაზე დიდი ბოთლი გაქვს, მაგრამ წვრილი ბოთლი გაქვს. ბუმ და ეს შეიძლება ჩაკეცო და ესე ჩადო. სიტყვაზე დიდი ძალიან დიდი ბოთლი გაქვს, გძელი და დიდი. ბუმ. ხდები, ანუ კომბინაცია რულევი. ალბათ არ ვიცი რამდენი კომბინაცია გამოვაკეთე, მაგრამ ძალიან ბევრი გამოვაკეთე. ელექტრო ის არის. ხო, რაც შეეხება აქ, ნუ ეს პრიუსის გადართვა, რაღაც საზიზღრობა. სპორტ მოუდი აქვს, ეკო მოუდი აქვს და ნორმალ მოუდი აქვს. ხელის მუხრუჭი არის ღილაკზე და ბრეიქ ჰოლდი აქვს, რომელიც ძალიან განმუშავებს. რა გვაქვს აქ? ეს, ნუ ჩვეულებრივ კლიმატ კონტროლი ჩვეულებრივად აქვს, რა. სენსორზე ეგენი ყოველ. ეს ყველაფერი სენსორზე არის, რა. აქ ორი dual control, dual system კი არა ხო? dual კლიმატი, თუ რა შეიძლება თქვი. ხო, კლიმატზე ხე, ნუ ორი მხარეს რო არის. ორივე მხარესაა სხვადასხვა რა. არის სავარძლის მხოლოდ გათბობა, ორი იმითი რეჟიმით, მეტი არ არის. გაგლევა არ აქვს. ნუ არ გიქცე. ერთი ჯო, ვანილი, ძალიან კარგი სუნი აქვს. რაც შეეხება აქეთ. საკმაოდ ნორმალური ზომის ბარდაჩოკი. რა ვქო, ბარდაჩოკი არ ვქო? ქართულად რა ქვია მას მართლა? ხელი სათავში. 3 ცალი. აი ეს რა გვესნარისთვის აი მას გეტყვი, ეს არის ლაპოსთვის. ზაფხულში რო ცხელა და აქ მოდიხარ, გინდა გაგრილდე ხო ლაპო არის კონდიციონერის კაცი. კონდიციონერს რო ჩართავ და აი მას რო მიიშვე. ყველა გაგრილება გაქვს. რაც არსებობს საფაში. ვაფშე. მაგრამ ნახე ესე იკეტება, ნახე? ბუმ. ჯوار არის, მახინჯი არა გინდა. მახინჯი მაგრამ ის 3 გადაწევი. 3 ან რა ვიცი, აქეთაც აქვს და ერთი აქ კიდე მძღოლის ხარ იქით. ხო, აი იქ ნორმალურად თან ანუ ეს ფორმაშიც რო არიჯდება ცოტა უცნაურია. ხო, კიდე რა მოწოს, იცი რა, ცოტა აი ეს ნაწილი, ნახე, ეს ნაწილი ცოტა არის მოტრეებული მძღოლის, რა. ეგ ძალიან კარგია. ძალიან კაია რა. თითქოს სხვა არაფერი რაღაც 5 გრადუსია ალბათ, მეტი არა, მაგრამ. არა, ნუ ყველაფერი შენკენ არის. აი, ასწორებ თან ანუ მანქანაში შენი ის თემაშია რაღაც რა. აქ ქვემოთ აქ კიდე რაღაცეები თუ ჩანს, აი აქ. ამან დაჟე ის ხელის ისიც არის, ხო? აქ დასდები აქ რაღაცის. რას ვიცი? ანუ ხელის ის გასაყოფილოა. ხო, ანუ აქ შეიძლება შეგიძლია გაყო რა. აქ შეგიძლია დადო, აქ რავი ისინი კაბელების ის HDMI რატოა დღემდე ვერ გავიგე. HDMI-ია? არ ვიცი რა ხდება რატოა. მე მგონია ამ ეკრანზე რაღაცეების გადმოტანა შეიძლება. ან ტელეფონიდან, ტელეფონიდან ვერ გამომიტა, მაგრამ კომპიუტერიდან რაღაცებიდან მგონია. ეს Steam-დან კიდე უნდა ვცვალო. ხო, უნდა გადმოვიდეს. იმიტომ რომ რაღაც კაი ეკრანი ჩანს.
ბიჭო, ხო, რავი, ერთი ისა რომ იაპონურია ვერთავ რა. კაი რა, ჩვეულებრივი კან მუშაობ, ძალიან ჩვეულებრივად მუშაობ. ცოტა ნუ ლაგავს რაღაცნაირად, მაგრამ ნუ მუშაობით არ გაუჭედავს არაფერი არაზუსტ. კაი, როდესაც აი ხა სპორტშია, ნუ გამოვხდავთ. ეგ რო ჩააქროს მანქანას, აი ეგრე წერს ხოლმე ივის, როცა ივის თავს არ მოტორი გამორთულია დადის ელექტროობით ოფში. გადადის სპორტშიებო? აქ ეწერება კიდეც, წითლდება კიდეც ეს და ნუ ეგ რო ვერ თავს. და ძალიან დიდი სხვაობა არის სპორტ, ანუ ხო არის ხოლმე რომ მანქანებში ანუ სპორტი დადიხართ იმითი დიდი სხვაობა არ არის, ხო ვითომ? ამაში იმენა დიდი სხვაობა. რო დადიხარ, კაროჩე 2-3 აპარატზე მეც არ ადის ისე რა, ნორმალით. სპორტში აგდებ თუ არა, იმენა 6-მდე აწურინებს. აღსანიშნავი, რომელიც მარტო Z პაკეტს აქვს. აქ შიფტერები. რაც საკმაოდ კარგად თავს და ისე მუშაობს, პროსტა 8 სიჩქარიანი როა, რა 8 სიჩქარაზე ვერთო, კაია? იქ რაც მეტია უფრო გასართობია თორე, აბა 5 რო ქონდეს ერთხელ გადაართავ, ორჯერ გადაართავ მაქსიმუმ. როგორი ხდება, კი არ ვიცი, კარგი გამოსახვევი. ნუ მე გავხსენე. რა თქმა უნდა, მექანიკური ეს ლაქშერისთვის. ლაქშერი სტაილი. რანაირი ხარ თავიდან? ეს ის ხონდა. ანუ ის ხარ ქოდა რო ტრიალებზე და რო იქოქება არის მე. ავა მომიტანი, თუნდაც დამგომატორდი. ტესტი. მაინც მაგასთან ხდება. არა, მე ნორმალურია ხარ. ვიდრე არ თახთახებს რა, ძალიან რო ყოველდღე. დახურული აქვს ეს თუ ისე. ხო, რაღაცა უქმნიათ რა. იგი ზოგს იგის. სხვადასხვა კინა არ არის ისეთი რა. ვაფშე არ არის ბილი და რაღაცა და სიპარკეტე რომ ნახთ. ძალიან ისეთი ახლა რა თქმა უნდა არის ისე არ არის რაღაც მაგრამ. საკმაოდ კარგია. რავი ანუ. ახალ პრადოეს მეგონჯობია. თავარი რა არის იცი ამაში? თავარი რა არის ამაში? გურგენ მოიცადე, აი ვიღებგე. რამდენი გადახდი? ლაკი ეს. აი შენ ეს რამდენი გადახდი? 10? რავი, 900 ვიტყოდი 800. ეს მანქანა მე შევიცინე 6.5 ვარ. გარბინე კასურზე ვფიქრობ. კილომეტრები რა. იაპონური აქ ყველაფერი კილომეტრებში. მე არ ვქონდ გაიტუჩია. ეს ხო? ხო. ჯერ რაღაცა აქ ხო რა ესენი აი ქოვით რაღაც რეზინის ისა, სპლიტერი. დალახის პონჩი რაღაცები. და სხვა იაპონურ მანქანებისგან განსხვავებით ქვემოდან ისიც აქ აკრული რა, რავი, რა ქვია მაგას. დასაცავი რა, რაღაცა. ხო, ეგ აქ ამას? აა, ვა, რა კაია. ამას თლიანად აქ ვაფშე. ამოთ. ეს მესი. იგენტო. ეს მე იყოს. შემდეგი ვიდეო იქნება. კიდევ ერთ კი არა, ეს არის თუ არის. იაპონური ბისტი, რომელიც წავიდა ამერიკაში საგანგსტეროდ. მიესალ. Lexus IS 200T 2016 წლის ვერსია. ხეცი.